ირღვევა თუ არა ავეჯის ქარხანა გლორიაში დასაქმებულების შრომითი უფლებები, რატომ არ დაუშვა სამსახურში 70 თანამშრომელი თურქული საწარმოს დირექტორმა? რას ედავებიან დასაქმებულები დამსაქმებელს და როგორია დამქირავებლის პოზიცია? მარიამ ხაბაზი არკვევდა. სამუშაო პირობებისა და საკვები რაციონის გაუმჯობესების მოთხოვნას ავეჯის ქარხანა გლორიაში 70 თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა. გათავისუფლებული პირები ამტკიცებენ, რომ ვერ სარგებლობენ შვებულებით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული 8 საათის ნაცვლად დღეში 10 საათს მუშაობენ. დამატებით საათებს კი იშვიათად უნაზღაურებენ. ამ ხელა საწარმო ჩვენი პირობები ხონდა იცოდეს არც შვებულება არა. 1 საათი დასვენება გვაქვს, იგიც უფროსობას უნდა შევუთანხმდე, გარეთ გეხმი და გარეთ ჭამო. რაღაც პრობლემები გაქვს, 5 დღეს ისვენებს, ის 2 საათი 8-დან 10-მდე 2 საათით მეც მუშაობთ. მაგის 2 მაგს კვიგი გვიხდის, მაგრამ რო ვისვენებთ, ის ჩამოგვეჭრება, 2 მაგათ გვეჭრება. გათავისუფლებულებმა დღეს ხელვაჩაურში ქარხნის მიმდებარედ აქცია გამართეს. ისინი ქარხნის ხელმძღვანელობის ყურადღების მიქცევას 1 საათის განმავლობაში ცდილობდნენ. არა, ერთი შეიძლება ნორმალურად მოსულიყო ის დაბრაბარი. რომელი და ასე არა, საქონელებით ვიწყასურვილიათ იმუშავო, ნუ ამართლებ იმ თუ. ვინმე და ჩემ გვერდზე უნდა იწყონ მთელი წყობა ბათუმში. ის არ დაგიგებს. ვინმე და ჩემი ნამუსი შეიძლება დალაპარაკო. მოვიდა და საქონელებით ვინდა იმუშავოთ არ გინდა დატოვეთ ტერიტორიაო. შეიძლება დალაპარაკება. რო შეიძლება რომ მოვედით დღეს ჩამოვიდა შეიწუხა თავით 10 საათამდე. შეკრებილებთან გამოსვლა და შეხვედრა ქარხნის ხელმძღვანელობამ არ ისურვა. თურხან ქეროღლუმ ჩვენთან საუბარში პროტესტს აბსურდული უწოდა და ის რამდენიმე მუშის ახირებას დაუკავშირა. დირექტორი ამბობს, რომ სამუშაოს მხოლოდ გათავისუფლებულების ნაწილი დაუბრუნდება. მენიუში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია, თუმცა პროტესტის ეს ფორმა ფიქრობ ამ საკითხს არ უკავშირდება. აქციები პროვოკატორების მიერ არის მართული. რაც შეეხება შრომით ხელშეკრულებებს, შესაბამისი დოკუმენტაცია გაგვაჩნია. ანაზღაურებას ყველა შრომის შესაბამისად იღებს. გაფიცულების ნაწილი ის, ვინც თავის საქმეს პირნათლად ასრულებს, ყველგან სამუშაოს დაუბრუნდება. ჩვენთან მხოლოდ პროვოკატორები ვეღარ გააგრძელებენ მუშაობას. აქციაზე გათავისუფლებულებს აჭარის პროფკავშირების თავმჯდომარე შეხვდა. ილია ვერძაძე ამბობს, რომ დამსაქმებლები დასაქმებულის უფლებებს ხშირად არღვევენ. ზოგადად არის საქმე იმაში, რომ დამსაქმებლები ზოგადად არ ცემენ პატივს კანონმდებლობას. აქ არ არის საუბარი უცხოელი თუ ქართველი. ყველა ცდილობს მაქსიმალურად უკაცრავად ამ გამოთვისთვის წყავი გააძროს დასაქმებულ ადამიანს. საკუთარ მილიონს არ მიიკლებს და თითოეულს ზედმეტს წაართმევს ადამიანებს. ეს არის ზოგადი ტენდენცია. იმ შემთხვევაში თუ პირობები არ გაუმჯობესდება და სამსახურში 70-ვე თანამშრომელი არ დაბრუნდება, გათავისუფლებულები აქციებს აანონსებენ.